მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კურსს კაპიტალიზმი და თავისუფლება, მილტონ ფრიდმანის გენიალური ნაწარმოები, ნაშრომი, წიგნი. ჩვენ წინა ვიდეოში გავიარეთ შესავალი და მადლიერების ნაწილი და უკვე ამ ვიდეოდან ვდგებით პირველი თავის კავოს. პირველი თავი არის ურთიერთმიმართება ეკონომიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკურ თავისუფლებებს შორის. წინა ვიდეოსგან განსხვავებით ამ ნაწილში უფრო მეტ რაღაცა ამუნარიც წავიკითხო, როგორც ისიც არ არის ეს ქართულად ნათარგმნი, ანუ ჩემი ნათარგმნი არის და რაღაცა მაინც რაღაცა შეიძლება ისე ზუსტად სიტყვით არ იყოს, როგორც მაგალითად პროფესიონალი თარჯიმანი გადათარგმნიდა, თუმცა მთავარ არსსაც და აზრსაც გავიკეთე. ეს თავი და აქ მე თვითონ მაგაფილტრული, მაგალითად რა უნდა ვილაპარაკოთ ისე და რა ჯობია რომ წავიკითხოთ და დასაწყისი მინდა რომ წავიკითხოთ. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და მეტწილად დაუკავშირებელი სფეროებია. რომ ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკური საკითხია, ხოლო მატერიალური კეთილდღეობა ეკონომიკური. და რომ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური წყობა შეიძლება შეუხამოთ ნებისმიერი ტიპის ეკონომიკურ წყობას. ამ იდეის თანამედროვე მთავარი გამოვლინებაა დემოკრატიული სოციალიზმის მხარდაჭერა მრავალი იმ ადამიანის მიერ, რომლებიც მკაცრად გმობენ რუსეთში ტოტალიტარული სოციალიზმის მიერ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს და დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანას შეუძლია გადმოიღოს რუსული ეკონომიკური სისტემის არსებითი ნიშნები და მაინც უზრუნველყოს ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკური მოწყობის მეშვეობით. ამ თავის თეზისი ის გახლავთ, რომ ასეთი შეხედულება ილუზია, რომ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, რომ შესაძლებელია პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მხოლოდ გარკვეული კომბინაციები და კერძოდ საზოგადოება, რომელიც სოციალისტურია, ვერ იქნება ამავდროულად დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლების გარანტირების გაკეთებით. ამ მაშინ მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რა დროს წერდა მილტონ ფრიდმანი ამას და ის რომ რასაც აქ იძახის, ეს არის მისი მოსაზრება, რომელიც საბოლოო ჯამში მომავალში აღმოჩნდა სინამდვილე. და იმ ადამიანის უფლებების კრიზისი, რაც დღეს რუსეთშია და მანამდე იყო, თავიდან ბოლომდე იყო ამ ყველაფერს გამოწვეული. შემდეგ უკვე საუბარი მიდის როლზე, ერთმანეთთან ურთიერთკავშირზე ამ ეკონომიკური თავისუფლებისა და პოლიტიკური თავისუფლების, რომ ერთმანეთის გარეშე ეს ორი წარმოუდგენელია, არ არის წარმოუდგენელი, უფრო სწორედ რომ ერთმანეთის გარეშე ხდება, თუმცა ორივე შემთხვევაში ცუდ შედეგს ვიღებთ და ეს ორი როდესაც ერთად არის, მაშინ არის კარგი კომბინაცია და კარგი შედეგიც და აქ რამეს ამბობს, რომ პოლიტიკური თავისუფლების მიღწევის საშუალებად განხილვისას დაიდინელა წავიკითხავ, რომ პოლიტიკური თავისუფლების მიღწევის საშუალებად განხილვისას ეკონომიკური მოწყობა მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ რა გავლენას ახდენს იგი ძალაუფლების კონცენტრაციასა და დისპრესიაზე, გაფანტოს. ეკონომიკური ორგანიზების ის ფორმა, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ეკონომიკურ თავისუფლებას, კერძოდ კონკურენტული კაპიტალიზმი, ასევე უწყობს ხელს პოლიტიკურ თავისუფლებას, რადგან იგი ეკონომიკურ ძალაუფლებას მიჯნავს პოლიტიკური ძალაუფლებისგან და ამგვარად აძლევს საშუალებას ერთს დააბალანსოს მეორე. ანუ როგორც ზე ვიტყვი, ანუ ეს ორი ურთიერთქმედებს, მაშინ ვიღებთ ჩვენ საუკეთესო შედეგს. აქ არის ჩაშლილი შემდეგ უკვე ისტორიული მტკიცებულებები, თუ რაღაც როგორ ხდებოდა, სად ხდებოდა, რა ხდებოდა და ამბობს იმას, რომ რასაც სრულებით ვეთანხმები, რომ კაცობრიობის ტიპური მდგომარეობა რეალურად არის რაღაც არა ტირანია და მონობა და უბედურება. და ის მდგომარეობა, რაც დღეს და ის არჩევანი, რაც დღეს გვაქვს, ეს ძალიან ცოტა ხანია, რაც არის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული. და ეს ყველაფერი გააჩნდა სწორედ ამან, რომ გაჩნდა პირველი კაპიტალისტური სახელმწიფოები, რომლებიც დაფუძნებულები იყვნენ თავისუფალ ბაზარზე, ღირებულებად ქონდა თავისუფლება და ასე შემდეგ.
ასევე ხო რა მე განხილული არის რომ რაღაცა ისტორიული მტკიცებულებები რომ რაღაცა რა მაგალითად ყოფილა შემთხვევები როდესაც ყოფილა კაპიტალიზმი თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მიიღებულა ტირანია იმიტომ რომ პოლიტიკური თავისუფლება არ იყო დეცენტრალიზებული და იყო ცენტრალიზებული რაც საბოლოო ჯამში იწვევდა ადამიანების უფლებების შელახვას თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გაცილებით უფრო მეტი რამის საშუალება და უფლება ჰქონდათ აი ესეთ მოწყობაშიც კი იმიტომ რომ იყო მაინც კერძო მეწარმეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოები რაღაცა რა ფაშისტური გერმანია და რაღაცა ნაცისტური იტალია და რუსეთი პირველ მსოფლიო ომამდე და ასე შემდეგ ეს ქვეყნები გაცილებით მეორე არა პირველ მსოფლიო ომამდე მეფის რუსეთზეა საუბარი იმიტომ რომ ასეთ ქვეყნებშიც კი ადამიანებს საშუალება ჰქონდათ რომ შეეცვალათ თავიანთი სამსახური და რაღაცა რა და მაგალითად საბჭოთა კავშირში და სხვა სოციალისტური მოწყობის სახელმწიფოებში ადამიანებს ამის საშუალება ბუნება არ აქვს თავიანთ ნებაზე იცვალონ სამსახური პირობითად ხო როგორც ლიბერალები, კიდევ ერთ მონაკვეთს ავიგეთ, ხო? როგორც ლიბერალები, სოციალური მოწყობის შეფასებისას ჩვენ საბოლოო მიზნად ინდივიდის, ან შესაძლოა ოჯახის თავისუფლებას ვაყენებთ. ამ გაგებით თავისუფლებას, როგორც ღირებულებას, საქმე აქვს ადამიანებს შორის ურთიერთმიმართებასთან. მას არანაირი აზრი არ აქვს უკაცრიელ კუნძულზე მყოფი რობინზონ კრუზოსთვის, მისი პარასკევს გარეშე. რობინზონ კრუზო თავის კუნძულზე ექვემდებარება შეზღუდვებს. მას აქვს შეზღუდული ძალაუფლება და ალტერნატივის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გააჩნია, მაგრამ იქ არ არსებობს თავისუფლების პრობლემა იმ გაგებით, რაც ჩვენი განხილვისთვის არის რელევანტური. ანალოგიურად საზოგადოებაში თავისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ინდივიდი თავისი თავისუფლებით. ეს არ არის ყოლის მომცველი ეთიკა. ფაქტობრივად ლიბერალის მთავარი მიზანია ეთიკური პრობლემა თავად ინდივიდს დაუტოვოს გადასაჭრელად. ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემა ის არის, რის წინაშეც ინდივიდი თავისუფალ საზოგადოებაში დგება, თუ რა უნდა გააკეთოს მან თავისი თავისუფლებით. ამრიგად, არსებობს ღირებულება და ორი ჯგუფი, რომელთაც ლიბერალი ხაზს გაუსვამს. ღირებულებები, რომლებიც რელევანტურია ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის, ეს ის კონტექსტია, სადაც იგი პირველი პრიორიტეტს თავისუფლებას ანიჭებს და ღირებულებები, რომლებიც რელევანტურია ინდივიდისთვის თავისი თავისუფლების განხორციელების პროცესში, რაც ინდივიდუალური ეთიკისა და ფილოსოფიის სფეროა. ხო რა და ანუ აქ ამბავი არ რომ მის შემდეგ ანუ ადამიანი ლიბერალი ადამიანებს არ აღიქონს რაღაცა რა სრულყოფილ არსებებად რა ანუ ჩვენ ადამიანები ხვდებით რომ არსებობენ ცუდი ადამიანებიც არსებობენ კარგი ადამიანებიც და ეს ამბავი იცვლება მის მიხედვით ვინ აფასებს ამას და შესაბამისად სოციალური ორგანიზების ფუნდამენტური პრობლემა იმაში მდგომარეობს თუ როგორ მოხდეს ადამიანთა დიდი რაოდენობის ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია. შედარებით ჩამორჩენილ საზოგადოებებშიც კი, აი ის რაშუაში იყო და ანუ რაცა იგივე ამბავი არ უნდა შეუძლო ადამიანს რაღაცა ანუ ვიღაც შენი პერსპექტივიდან გამომდინარე ვიღაცას ცუდის კეთების საშუალება, ისე როგორც ვიღაცას შეუძლო კარგის კეთების საშუალება. დაახლოებით ეგეთი ამბავი არის რა. ხო, გავგზავნოთ. შედარებით ჩამორჩენილ საზოგადოებებშიც კი საჭიროა შრომის ფართო დანაწილება და ფუნქციური სპეციალიზაცია, რათა არსებული რესურსები ეფექტიანად იქნეს გამოყენებული. განვითარებულ საზოგადოებებში კოორდინაციის მასშტაბი, რომელიც თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის არის საჭირო, შეუდარებლად დიდია. პირდაპირ მნიშვნელობით მილიონობით ადამიანია ჩართული ერთმანეთის ყოველდღიური პურით უზრუნველყოფაში, რომ არაფერი ვთქვათ ყოველწლიურ ავტომობილებს. თავისუფლების დამცველების წინაშე მდგარი გამოწვევა ამ ფართომასშტაბიანი ურთიერთდამოკიდებულების ინდივიდუალურ თავისუფლებასთან შედარება. ფუნდამენტურ დონეზე მილიონობით ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციის მხოლოდ ორი გზა არსებობს. ერთი არის ცენტრალიზებული მართვა იძულების გამოყენებით, ჯარის და თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოს ტექნიკა, რაც ხდება ჩრდილოეთ კორეაში, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში და მეორე, ეს არის ინდივიდების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, საბაზრო სივრცის ტექნიკა, რაც ხდება განვითარებულ
საზოგადოებაში. ის წინა кейსი ხდებოდა, რა ვიცი, მადუროსთან, მაგალითად. და ამ ყოველთვის მე უფრო კარგად გავვლით და უფრო ნიშანდობლივი იქნება თანამედროვე მაგალითები, თანამედროვეობის მაგალითები. და კონკრეტული როგორც წინა ვიდეოში თქვი, კონკრეტული თავების მიხედვით ძალიან ბევრი ძალიან ზუსტი ანალოგი იქნება დღევანდელობის 1956 წელს ჩატარებული ლექციების კურსიდან. სიგიჟე. ნებაყოფლობითი თანამშრომლობის გზით კოორდინაციის შესაძლებლობა ეყრდნობა ელემენტარულ, თუმცა ხშირად უარყოფილ დებულებას, რომ ეკონომიკური გარიგების ორივე მხარე იღებს სარგებელს, იმ პირობით, თუ გარიგება ორმხრივად ნებაყოფლობითია და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას ეფუძნება. შესაბამისად, გაცვლა შეუძლია მოიტანოს კოორდინაცია იძულების გარეშე. ნებაყოფლობითი გაცვლის გზით ორგანიზებული საზოგადოების მოქმედი მოდელია თავისუფალი კერძო მეწარმეობის გაცვლითი ეკონომიკა, რასაც ჩვენ კონკურენტულ კაპიტალიზმს ვუწოდებთ. ანუ კონკურენტული კაპიტალიზმი მარტივად რო შევაჯამოთ, დგას რაზე? ჩვენ ადამიანების სურვილზე მივიღოთ სარგებელი. ის ეკონომიკური ურთიერთობა არის შედეგიანი, რომელიც დაფუძნებულია სარგებლის მიღებაზე ორივე მხრიდან. ანუ თუ ერთის ბოლოშიც და მეორეს ბოლოშიც მხარეებში არის ინდივიდი და მისი პირადი ინტერესი, შესაბამისად, აქ უკვე შანსი არის შედგეს საღი მოგებაზე ორიენტირებული ურთიერთობა. რასაც ჩვენ ვეძახით სარგებელს. ხო, როგორც ეს იყო ადრე შინამეურნეობებით დაწყებული, როდესაც ადამიანები აწარმოებდნენ სხვადასხვა რაღაცა ის იქნებოდა კარტოფილის მოყვანა თუ ძროხის მოწველა და რძის მიღება და იმისგან გინდა ყველის გაკეთება თუ ამის ყველის კლიენტი ყავს თუ ეს იქნებოდა უშუალო რაღაცა ქათმის მოშენება და კვერცხი თუ კიდე ქათმის გამრავლება და ხორცად გაყიდვა თუ რა ამბავიც არ უნდა ქონოდა და რა სულიც არ უნდა ქონოდა ეს ამბავი დგებოდა მის მიხედვით თუ ვინ იყო მისი მყიდველი და შესაბამისად მყიდველის ბედნიერი იყო იმიტომ რომ სვამდა რძეს და ჭამდა ქათმის ხორცს და გამყიდველიც იმიტომ რომ ამაში იღებდა სარგებელს და იმ ფულს ცხოვრობდა ისე როგორც მას უნდოდა იმასთან ერთად რომ თვითონ შეიძლება ყოფილიყო ამ ძის მომხმარებელი. ამის შემდეგ ადამიანები განვითარდნენ და გადაწყვიტეს რომ იყო დროსაც ბარტერული ეკონომიკა იყო და არ იყო მაინც და მაინც კომფორტული ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ რა ვიცი რა შეიძლება და არ მდომებოდათ ჩემი ქათმის კვერცხი არავის და მე რაღაცა სხვა ოპერაციები ჩატარება მჭირდებოდა იმისთვის რომ უბრალოდ ის მიმეღო რას მიმჭირდებოდა და ამის შემდეგ შემოიღეს ადამიანებმა ფული როგორც იყო გაცვლის საშუალება, ყინვა-ყინვის საშუალება და ღირებულების საზომი, რამაც საბოლოო ჯამში გაამარტივა პროცესები. ამ ფულის შემოსვლის ამბავმა უფრო გაზარდა ადამიანების უნარი ეწარმოებინათ ფართო მასშტაბიანად. და ამის შემდეგ გაჩნდა ფაბრიკები, ქარხნები, სხვა ტიპის საწარმოები და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა კაპიტალიზმს, ანუ საბაზრო ეკონომიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტური გზა საწარმოებისა და მომხმარებლებს შორის გასვლილიყო და ეფექტიანად მიიღოთ ორივე მხარეს სარგებელი. ფაქტობრივად, თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ პროტესტის და ანუ ამ პერიოდში ბევრი რაღაცნაირი სურვილი გაჩენილა, რომ ეს საწარმოო პროცესი ეკონტროლებინათ ცენტრალიზებულ ძალაუფლების შემთხვევაში და ყოველთვის ეს გაცილებით არაეფექტურ შედეგს იძლეოდა, ჩნდებოდა დეფიციტები პროდუქციაზე, ჩნდებოდა იმაზე მეტი, ანუ ზარალში მიდიოდნენ კომპანიები, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცას თქვა რომ აწარმოე ამდენი და რაღაცა არ ყოფილიყო მაგდენი მოთხოვნა, მე მომხმარებელი იზოლებული იყო რომ ეყიდა ის რაც მას არ უნდოდა და შესაბამისად არც მწარმოებელი იყო ბედნიერი, არც მომხმარებელი იყო ბედნიერი. და ისეთ რაღაცა ფილდებს, რა ქვია, ისეთ სფეროებს ეძებდნენ, სადაც ნაკლები კონტროლი იქნებოდა და იქ ახდენენ თავიანთ სამეწარმეო საქმიანობას. ხო, ფაქტობრივად თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ის არის, რომ იგი ამ ამოცანას ასე კარგად ასრულებს. იგი ადამიანებს აძლევს იმას, რაც მათ სურთ, და არა იმას, რაც გარკვეული ჯგუფის აზრით მათ უნდა სურდათ. თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტების უმეტესობის მიღმა
თავად თავისუფლებისადმი რწმენის ნაკლებობად დგას. კი ბატონო. თავისუფლებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს იძულების ძალაუფლება. იქნება ის მონარქის, დიქტატორის, ოლიგარქის თუ წუთიერი უმრავლესობის ხელში. თავისუფლების შენარჩუნება მოითხოვს ძალაუფლების ისეთ კონცენტრაციის მაქსიმალურად შესაძლო აღმოფხვას და იმ ძალაუფლების გაფანტვას და განანაწილებას, რომლის აღმოფხვაც შეუძლებელია. ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების პოლიტიკური ხელისუფლების კონტროლიდან ჩამოშორებით, ბაზარი სპობს იძულებით ძალაუფლების ამ წყაროს. იგი ეკონომიკურ ძალას აძლევს საშუალებას, იყოს პოლიტიკური ძალაუფლების შემაკავებელი და არა მისი განმტკიცებელი. ბოლო წინადადება შევაჯამოთ, რომ იგი ეკონომიკურ ძალას აძლევს საშუალებას, ან თავისუფალი თავისუფლება ზოგადად ეკონომიკურ ძალას აძლევს საშუალებას, იყოს პოლიტიკური ძალაუფლების შემაკავებელი და არა მისი განმტკიცებელი. ან თუ ეკონომიკური თავისუფლება არის თავის მოწოდების სიმაღლეზე, ეს არის რაღაცნაირი ბერკეტი პოლიტიკური ძალაუფლების შეკავების თვალსაზრისით. ხო, ნუ რაღაცა მე შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ გაცილებით რთული არის პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ვიდრე ეკონომიკური დეცენტრალიზაცია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ქვეყანაში ძალიან ბევრი მილიონერი, მაგრამ შეუძლებელია ქვეყანაში იყოს ძალიან ბევრი საუკეთესო რაღაცა გამორჩეული ლიდერი. და შესაბამისად გაცილებით უფრო კომპლექსურია პოლიტიკური დეცენტრალიზაცია, ვიდრე ეკონომიკური დეცენტრალიზაცია და შესაბამისად ეკონომიკური დეცენტრალიზაციის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე პოლიტიკური დეცენტრალიზაციის. იმიტომ რომ პოლიტიკური დეცენტრალიზების შემთხვევაში არ არის გარანტი იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლებაც იქნება ხელშეუხებელი. თუმცა ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ეკონომიკური თავისუფლებისკენ, რომ ის იყოს შემდეგ ბერკეტი პოლიტიკური დეცენტრალიზებისკენ. შემდეგ არის ზოგადად ამ ყოველფრის ძალიან კაი მაგალითები და მოდი ხა მაგალითებზე ვისაუბროთ, არ დავიდეთ. როდესაც საუბარი არის ხოლმე ადამიანების პირად თავისუფლებაზე, სად უფრო თავისუფლები არიან ადამიანები სოციალისტური მოწყობის სახელმწიფოებში თუ კაპიტალისტური მოწყობის სახელმწიფოებში, აი ამ ამბავზე აქვს განხილული кейსი და აი წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ არც გვინდა წარმოვიდგინოთ, ჩვენ უბრალოდ უნდა გავიხსენოთ. ანუ რავი, დღესაც შეგვიძლია მიმოვიხედოთ რა. ქვეყნებში სადაც არის კაპიტალისტური მოწყობა, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს არის კაპიტალისტური მოწყობა, ყველაზე უფრო ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. და ძალიან თავისუფლად და ძალიან ფართო მასშტაბიანად ადამიანები ეწევიან სოციალისტური იდეოლოგიის, იდეების, მოწყობის პროპაგანდირებას. ამისთვის მათ აქვთ უამრავი სახსრები, რომლებითაც ატარებენ თავიანთ კამპანიებს, აქციებს, რაღაცა პროტესტის ბევრნაირ სხვადასხვა ფორმას. ეს ხო ვიცით. მაგრამ ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია გავხსენოთ, ან წარმოვიდგინოთ სოციალისტური მოწყობის სახელმწიფო. ყოფილ მაგალითად. და აი ქართველი წერილების მაგალითს ახლა მილტონის ეს არ უწერია, მაგრამ ჩვენ თუ გავხსენებთ ქართველი წერილების მაგალითს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა მოწყობას, არა იარაღით და რაღაცა მეებით, არამედ იდეოლურად ეწინააღმდეგებოდნენ, ამაზე ლაპარაკობდნენ. ყველამ დაამთავრა ან გაციმბირებით, რომელიც ნელი სიკვდილია, ან დაამთავრეს უცებადი სიკვდილით, რომელიც ტყვია არის შუბში. ან რაღაცა გადმოგდება საიდანაც. ანუ ყველამ დაამთავრა სიკვდილით. ამას რომ თავი გავანებოთ და წარმოვიდგინოთ ის ამბავი, რომ ოკეი, არ არის ეს რადიკალური და არ კლავენ, არის აი შემდეგი ცოტა მეტი უფრო წინ ასა გავცდით მეორე მსოფლიო ომს და შემდეგი ეტაპია უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდის, აი წარმოვიდგინოთ საბჭოთა კავშირი.
როგორ შეიძლება საბჭოთა კავშირში ადამიანმა მე მაგალითად ვარ სოციალისტი და მინდა რომ ეს ჩემი იდეები გავაზიარო, როგორ შემიძლია მე ეს ამბავი ფართომასშტაბიანი გავხადო. ან მე ამისთვის ჭირდება რა, ხო, რომ მქონდეს ინფორმაციის გავრცელების საშუალება და მქონდეს ფული. იმისათვის რომ მე ჩავატარო რაღაცა აქციები, კამპანიები, ბროშურები დავარიგოთ, რაც იქნება ყველაფერი. ამის კაპიტალის მოზიდვის გავრცელების საშუალებას მე გადავიდეთ, მაგრამ კაპიტალის მოზიდვის საშუალება რა არის, ხო? რომ აი ხა მაგალითად დღეს გიჟი სოციალისტები ვინც არიან, ადგებიან მივლენ ვიღაც ფულიან ტიპებთან, სამი ფულიანი ტიპით საკმარისია იმისთვის, რომ აი ეს თავიანთი კამპანიები სრულყოფილად ფართომასშტაბიან კარგად ჩაატარონ. უბრალოდ იმ ადამიანს უნდა დააჯერონ ამ იდეების, ან სულ რომ იდეების არ დააჯერონ, მათ უნდა დააჯეროთ, რომ ეს მათთვის მომგებიანი იქნება. აი მაგალითად, რა ვიცი რა, მე ვარ ყველაზე დიდი გაზეთის ქსელის მფლობელი და მე შემიძლია რომ რაღაცა რა მე ხედავ იმას რომ მე ხა ამ ტიპებს დავბეჭდო ჩემ გაზეთში მე გამეჯდება გაყიდვები იმიტომ რომ ამათ გიჟიდებს ძალიან ბევრი ადამიანი დაიჯერებს მოიწონებათ და ოკეი რა დავბეჭდოთ რატო არ დავბეჭდოთ ანუ მე ამ ტიპისთვის ხვდები მე გავრცელების საშუალება და მე შეიძლება ასევე თუ მე ფულიანი ტიპი ვარ მე ამაში ჩავდო ჩემი სახსრები იმისთვის რომ ეს ამბები კიდევ უფრო გავრცელდეს მაგრამ თუ ჩვენ გადავტრანსპორტირდებით ახლა სოციალისტური მოწყობის სახელმწიფოში ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ანუ პირველ რიგში იმიტომ რომ გაზეთს ფლობს სახელმწიფო ამ ტირაჟირებას ისახდენს ის არის რა ქვია რედაქტორებიც ისინი არიან ცენზურასაც მათი სურვილების ამე ატარებენ ეს ფაქტორი მეორე ფაქტორი ის რომ კაპიტალის მოზიდვის ფულიანი ადამიანი არ არსებობს ან თუ არსებობს უბრალოდ არიან ძალიან მაღალი ეშელონის სოციალისტები და ნუ რა ვიცი ისინი ამ ამბავში ფულის შემდებები არ არიან იმიტომ რომ მათი რადიკალური ცვლილების მოლაპარაკე ვარ და შესაბამისად მე ერთადი გზა მრჩება რომ მე ეს კაპიტალი ავწიო ინდივიდებისგან ცოტ-ცოტათი. დღეს ეს ამბავი კიდევ უფრო შესაძლებელია რაღაცა მედიის შემთხვევაში, მაგრამ რა ვიცი, ჩრდილოეთ კორეაში არ მგონია რომ აი ეგეთი რამე შესაძლებელი იყოს რა. და ნუ მაშინდელ ეპოქაში ხარ, როდესაც ეს დაწერილი არის წიგნი, სოციალურ მედია არსებობდა და ანუ აქ უკვე დაბლოკილი აქ მილტონს ეს იდეა რომ მე თუ ეს იდეა ფართოდ არ მაქვს გავრცელებული, შესაბამისად ფართო მასებამდე მე ვერ მივალ რომ ეს კაპიტალი ცოტ-ცოტათი მე რაღაცა რეალური ფუძე შევკრა. დღეს კიდე შესაძლებელია, თუმცა ესეთ სახელმწიფოში როგორც ჩვენ ცხოვრობთ და არა ისეთ სახელმწიფო როგორც მილტონი წერდა და ისეთი როგორც არის მაგალითად ჩრდილოეთ კორეა. ხო. ანუ ეს განსხვავება არის რა, თუ ადამიანის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, აი მაგალითად ესეთი რადიკალური кейსების განხილვასაც კი, როდესაც ვიღებს კაპიტალისტურ ქვეყანას და სოციალისტურ ქვეყანას, კაპიტალისტურ ქვეყანაში ჩვეულებრივად შესაძლებელია შენი სოციალისტური იდეების პროპაგანდირება, ამისთვის კაპიტალის აწევა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ეს მომგებიანი იყოს და სოციალისტურ ქვეყანაში ეს ფიზიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ სოციალისტური ქვეყანა თავის თავშივე, ფუნდამენტშივე თავისუფლების საწინააღმდეგო არის და ეს ხდებოდა და ესე იქნება მუდმივად. იმიტომ რომ იქ შენ ინდივიდების სარგებელი არ არის პრიორიტეტული და პრიორიტეტული არის ის რაც ვიღაცები თვლიან რომ ეს არის პრიორიტეტული. და კიდე ერთი кейსი არის ვისტონ ჩერჩილის რომ 1923 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩერჩილს არ ეძლეოდა ბრიტანეთის რადიოთი გამოსვლის უფლება. რაც რა თქმა უნდა სახელმწიფო მონოპოლიას წარმოადგენდა და ბრიტანული სამოუწყებლო კორპორაციის BBC-ს მიერ იმართებოდა. ეს გახდა თავისი წამყვანი მოქალაქე ჩერჩილი პარლამენტის წევრი, ყოფილი მინისტრი, ადამიანი რომელიც ყოველ შესაძლო საშუალებით თავგანწირვებს ცდილობდა დაერწმუნებინა თანამოქალაქეები, გადაიდგათ ნაბიჯები ჰიტლერისთვის გერმანიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მას არ ეძლეოდა უფლება რადიოთი მიემართა ბრიტანელი ხალხისთვის, რადგან BBC-ს სახელმწიფო მონოპოლია იყო, ხოლო მისი პოზიცია მეტისმეტად სადავო. აი ხა ეს ამბავი, რაც UK-ში ხდებოდა, უნდა განაზოგადოთ. ეს ხდებოდა ყველგან, სადაც სახელმწიფოს და ეს მოხდება ყველგან, სადაც სახელმწიფოს ექნება მონოპოლია ყველაფერს.
განსაკუთრებით გამოხატვის საშუალებას. აი მე მაგიტომ ჩემთვის ძალიან არასწორი კონცეფცია არის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ რომ მე არ მჯერა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის და მე მჯერა რომ ყოველთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება იარაღი რაღაცა პოლიტიკური მესიჯების თუ რაღაცა სიგიჟეების გავრცელების მოქმედი ხელისუფლების. კიდე მე არის ოსკარის кейსი განხილული, რომ შავისია იმ რაღაცა რომ ამერიკაშიც კი ჰოლივუდის ამბობში რაღაცა თქუნდავდნენ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირიდან, რომ მათ ის იდეები არ გაევრცელებინათ, შესაბამისად მე ისინი ჩუმად სხვა სახელებით იღებდნენ მონაწილეობას, ეს რაღაცა, ну, საბოლოოდ დანახებული არის ის, რომ ნაჩვენები არის ის, რომ სიგიჟეა ზოგადად ეგეთი რეგულაციების და შეზღუდვების მიღება და რაღაცა უცნაურ ლიცენზიებზე აქცენტის გაკეთება, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო. და ბოლოსკენ რო გავიდეთ. ხო. ჩვენ საზოგადოებაში ის ჯგუფები, რომელთაც ყველაზე მეტი აქვთ სასწორზე დადებული კონკურენტული კაპიტალიზმის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში, სწორედ ის უმცირესობათა ჯგუფებია, რომლებიც ყველაზე ადვილად შეიძლება გახდნენ უმრავლესობის უნდობლობისა და მტრობის ობიექტი. ესენი არიან შავკანიანები, ებრაელები, უცხოეთში დაბადებულები, მხოლოდ ყველაზე აშკარა მაგალითები რომ დასახელდეს. თუმცა, საკმარისად პარადოქსულია, რომ თავისუფალი ბაზრის მტრები, სოციალისტები და კომუნისტები არაპროპორციულად დიდი რაოდენობით სწორედ ამ ჯგუფებიდან შეივსო. იმის აღიარების სანაცვლოდ, რომ ბაზრის არსებობამ ისინი დაიცვა თანამოქალაქეების განწყობისგან. ისინი შეცდომით დარჩენილ დისკრიმინაციასა და ბაზარს მიაწერენ. ხო და იგივე ამბავია რა მეგობრებო რა, დღესაც აი რანაირად შეიძლება პრო-ჰამასი იყოს ჰომოსექსუალი ადამიანი. მაგრამ ესეთი кейსები ხდება და ეს ხდებოდა მუდმივად, ესეთი ანომალიები და პარადოქსული შემთხვევები. ხო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავის მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიც ძალიან ზოგადი იყო და არ იყო რაც კონკრეტულ ეკონომიკურ მოწყობაზე და პოლიტიკურ მოწყობაზე და იყო იდეებზე საუბარი. მაინც საინტერესო იყო, იმედია თქვენს მოგეწონათ. აუჩ დამიწევთ კომენტარებში, რა შეუცვალოთ, რაღაცა მაგალითად უფრო მეტი წავიკითხოთ, თუ ნაკლები წავიკითხოთ და მეტი ვილაპარაკოთ, რაღაცა ქრონომეტრაჟი შევამციროთ, თუ როგორ ვქნათ და რანაირად მოვიქცეთ. უბრალოდ, მე მინდა რომ ყველაფერზე ვისაუბრო, რაც ამ თავში არის ხოლმე და სანამ არ შევამოხო რა. მადლობა ყველაფერისთვის, დამოლაიქეთ, დამაფოლოვეთ, გაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს, რაც გონიათ რომ ეს ამბავი გამოადგება.